ევროკავშირში ფერმერების მიერ ერთი წლის წინ დაფინანსების საკითხის გამოაგორებულმა საპროტესტო მოძრაობამ ნაყოფი გამოიღო. ევროკომისიამ გაუმარტივა ფერმერებს გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ვალდებულებები, თუმცა ეს ნაბიჯი ევროკავშირის მწვანე შეთანხმების მომხრეებმა გააკრიტიკეს. მიუხედავად ამისა, ფერმერები ახალი ბრძოლისთვის ემზადებიან. მათ სურთ, რომ ევროკავშირის ახალ ბიუჯეტში ერთიან აგრარულ პოლიტიკას დაფინანსება არ შეუმცირდეს. ევროპის სოფლის მეურნეობის რეფორმის დეტალურად დღევანდელ გადაცემაში განვიხილავთ. რეგულაციების გამარტივების წყალობით წელიწადში ფერმერები 1,580 მილიონ ევროს დაზოგავენ. ევროკავშირის წევრი ქვეყნები კი 201 მილიონს. ეს შედეგი, რომ რეალობად იქცეს, ევროკომისია გამოვიდა შემდეგი ინიციატივით. მცირე ფერმერებს გაუმარტივდეთ გადახდის მექანიზმი, თუმცა სავალდებულო გადასახადების მთლიანი მოცულობა გაეზრდებათ 2,500 ევრომდე. დაწესდეს უფრო მოქნილი კონტროლის მექანიზმი, მათ შორის ტორფნარის, ჭაობისა და მდინარეების დაცვაზე. გამარტივდეს კომპენსაციის გაცემის მექანიზმი სტიქიური უბედურებისა თუ პირუტყვის დაავადების გავრცელების დროს. ერთიანი ციფრული სისტემის საშუალებით შემცირდეს ქაღალდის დოკუმენტბრუნვა. ფერმერები კმაყოფილი არიან, მაგრამ გარემოს დამცველები ირწმუნებიან, რომ ახალი წესები უკუ შედეგს გამოიღებს. ეს უკანასკნელნი ამტკიცებენ, რომ გარემოს ნაკლებად დაცვა კლიმატის ცვლილებას გაამწვავებს, რაც თავის მხრივ სოფლის მეურნეობას დააზარალებს. მოვუსმინოთ, რას ფიქრობენ ევროპელები ამ პრობლემებზე. ჩემი აზრით, რეგულაციები უნდა გამკაცრდეს და ამის სანაცვლოდ ფერმერებს კომპენსაცია უნდა გადაუხადონ. მაგრამ მეორე მხრივ, უნდა გააკონტროლონ, რამდენად ემორჩილებიან ფერმერები კანონს. ფერმერები უნდა დაემორჩილონ გარკვეულ წესებს, რომლებიც საშუალებას იძლევა შევინარჩუნოთ გარემოც და ადამიანის ჯანმრთელობაც. ჩემი აზრით, ევროპაში ძალიან მაღალია ბიუროკრატიის დონე, ამიტომაც ეხებათ ამდენი წესი ფერმერებს. თუ ფერმერები შემოსავალს ვეღარ მიიღებენ, შეწყვეტენ პროდუქციის მოყვანას და რა გვეშველება მერე ჩვენ, მომხმარებლებს. პასუხისმგებლობა ფერმერებზე გადადის, მაშინ როცა რეალურად მთავარი დამნაშავეები დიდი კორპორაციები არიან. ევროპაში სოფლის მეურნეობაზე ხელი არ უნდა ავიღოთ. იმპორტზე დამოკიდებული არ უნდა გავხდეთ. ჩემთან ერთად არის ჟერალდო ფორტუნა, აგრარული პოლიტიკის ერთ-ერთი ექსპერტი ევრონიუსში. მაინც რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ევროკავშირში აგრარული რეგულაციების გამარტივებას? გამარტივების მიზანია ფერმერებს ცხოვრება გაუადვილოს, გააუმჯობესოს კეთილდღეობა და შემოსავალი. და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ფერმერთა იმ პროტესტის შედეგია, რომელიც გასულ წელს ვიხილეთ ბრიუსელსა და ევროკავშირის ქვეყნებში. როგორ უნდა განვითარდეს ევროკავშირში სოფლის მეურნეობა ისე, რომ მწვანე შეთანხმებაში ჩადებული კლიმატისა და გარემოს დაცვის მიზნებით შესრულდეს? მე ცოტა არ იყოს პესიმისტურად ვარ განწყობილი ამ საკითხის მიმართ, რადგან მწვანე შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც სოფლის მეურნეობასა და სურსაც ეხება, რომელსაც ფერმიდან სუფრამდე სტრატეგია ეწოდება, გვერდით გადადეს ახალი მანდატის დროს და ჩაანაცვლეს ევროკავშირის აგრარული და სურსათის სექტორის ხედვით, რომელიც არ ისახავს იმავე გარემოს დაცვით მიზნებს, ასე ვთქვათ. ევროკავშირის კანონმდებლები შეეცდებიან, რომ გარემოს დაცვის კუთხით დასახული მიზნები ინოვაციისა და ტექნოლოგიების დახმარებით შეასრულონ და არა რეგულაციების გამკაცრებით. ფერმერების შემდეგ ბრძოლას კიდევ უნდა ველოდოთ, როცა ევროკავშირის 2022-2024 წლების ბიუჯეტში ერთიანი აგრარული პოლიტიკის საკითხთან დაკავშირებულ შესწორებებს განიხილავენ. მაინც რა მოთხოვნები აქვთ ფერმერებს ამ ფონდის მიმართ? ამჯერად საკითხი ცოტა განსხვავებულად დგას, რადგან შესაძლოა სოფლის განვითარების თემა დაიკარგოს. ის კი ერთიანი აგრარული პოლიტიკის მეორე საყრდენია, რომელიც მხოლოდ გარემოს დაცვის კუთხით ინვესტიციებს კი არ მოიცავს, არამედ სოფლის საზოგადოების განვითარებასაც. ამავდროულად გადასახადების ინფლაციის ინდექსთან მიბმა და სავაჭრო გარიგებების უკეთ დაცვაც უნდათ. დიდი მადლობა ჟერალდო. ახლა კი მოდი ამ აგრარული რეფორმის შესახებ მეტი შევიტყვეთ. ევროკავშირის 2023-2027 წლების ბიუჯეტში ერთიანი აგრარული პოლიტიკის ფონდს 386 მილიარდ 600 მილიონი ევრო გამოუყვეს. მთელი ბიუჯეტის 1/3. 2028-2034 წლების ბიუჯეტში ევროკომისია აგრარული პოლიტიკის ფონდის რეგიონული განვითარების ფონდთან გაერთიანების ინიციატივით გამოდის. შეიქმნება ახალი ფინანსური ინსტრუმენტი სახელწოდებით ეროვნული და რეგიონული ინვესტიციის პარტნიორობა. ევროპარლამენტი ამ იდეას იწუნებს და ახლახან გამოსცა რეზოლუცია, რომელიც ითხოვს, რომ ეს ფონდი დარჩეს ავტონომიური და შემდეგ ბიუჯეტში უფრო მეტი თანხა გამოუყონ. მოდი მოვუსმინოთ ამ იდეის როგორც მომხრეს, ისე მოწინააღმდეგეს. ერთი მხრივ გარემოს დამცველი ორგანიზაციის კლიენტი დედამიწის და მეორე მხრივ ფერმერთა ასოციაცია კოპა კოჟეკას წარმომადგენლებს. როგორ აისახება გარემოს დაცვის რეგულაციების შეკვეცა ფერმერებზე? აშკარაა, რომ ამ წინადადებაში გარემოს დაცვის მიზნები არ გამქრალა. ევროკომისია ერება გარკვეულ საკითხებში ერთიანი აგრარული პოლიტიკის პირველი 2 წლის განმავლობაში, რაც არ გამოადგენთ ჩვენს ფერმერებს.
unworkable for our farmers. აუცილებელია გავიაზროთ, რომ ფერმერობა ბუნებას ეყრდნობა. ამიტომ, როდესაც ევროკავშირში უკვე რამდენიმე წელია ავადებენ ან აუქმებენ გარემოს დაცვის რეგულაციებს, ეს საფრთხეს უქმნის თავად ფერმერულ მეურნეობასაც, ფერმერთა დასაქმებას და მათ ჯანმრთელობას, რადგან გარკვეული პროცედურების მავნე გავლენა მათზეც აისახება. Of farming, of farmers' jobs, of farmers' health, because they are impacted by some practices as well. რამდენად უზრუნველყოფს ევროპის აგრარული სექტორი სასურსათო უსაფრთხოებას? საშუალო ზომის ფერმა 17 ჰექტარ მიწას მოიცავს. ასე რომ არსებობს მცირე საშუალო და დიდი ფერმები, მაგრამ მთავარია მრავალფეროვნების შენარჩუნება. სწორედ ის უწყობს ხელს ევროპაში სასურსათო უსაფრთხოებას და ევროპის ფარგლებს გარეთაც ამცირებს სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს. But also reduce food insecurity outside Europe. ჩემი აზრით, ევროკავშირისა და მისი სასურსათო სუვერენიტეტის კონკურენტ უნარიანობა არ არის გარანტირებული გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან ჩვენ არ ვუწევთ წინააღმდეგობას იმ მავნე პრაქტიკას, რომელსაც ინტენსიური ფერმერობა აყენებს ბუნებას და რომლის მსხვერპლია თავად ფერმერიც. ჩვენ არ ვაგვარებთ იმ პრობლემებს, რომლებიც ფერმერებს რთულ მდგომარეობაში აყენებს. მათ შორის არის კლიმატის ცვლილება, გარემოს დეგრადაცია, იმ წერების განადგურება, რომლებიც დამტვერვას უწყობენ ხელს და ასე შემდეგ. Degradation of the environment, the loss of pollinators, and so on and so forth. უნდა იყოს თუ არა სოფლის მეურნეობა ევროკავშირის მომდევნო ბიუჯეტის პრიორიტეტი. ევროკავშირს სჭირდება აგრარულ სექტორში ინვესტიციების ჩადება და ბიუჯეტის ზრდა. ჩვენ მოვუწოდებთ შევინარჩუნოთ ერთიანი პოლიტიკა, რათა ერთიანი ბაზარი არ დაირღვეს, ჩავდოთ ინვესტიციები, რათა გავიაროთ გარდამავალი პერიოდი, როგორც საზოგადოება სურს და მართლა დავეხმაროთ ისეთ სტრატეგიულ სექტორს, როგორც სოფლის მეურნეობაა. ჩემი აზრით, სოფლის მეურნეობაში უნდა ჩავდოთ ინვესტიციები. აგრარული სექტორისთვის გჭირდება ფული, მაგრამ ამ ფულით საზიანო სუბსიდირება არ უნდა წავახალისოთ. ამჟამად ერთიანი აგრარული პოლიტიკის ბენეფიციართა მხოლოდ 20% იღებს მთელი სუბსიდიების 80%-ს. ეს მაღალი მაჩვენებელია. 80% of the subsidies. This is enormous. 2024 წლის ევროპული არჩევნების წინ აგორებულმა ფერმერთა ხანგრძლივმა საპროტესტო ტალღამ, რომელიც ზოგჯერ ძალადობრივიც იყო, მწვანე შეთანხმების კურსი შეცვალა. ახლა ევროპარლამენტარების უმრავლესობა აგრარული სექტორის მეტ მხარდაჭერას ითხოვს. ისინი მოუწოდებენ, რომ ეკოლოგიური გარდამავალი პერიოდი ნაკლებად ამბიციური იყოს. ევროკავშირის შემდეგი ბიუჯეტის განხილვის დროს გამოჩნდება, რამდენად სიღრმისეულ აგრარულ რეფორმას უნდა ველოდოთ.